პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ მნიშვნელოვანი პროცესები მიდის სამეზობლოში, როგორც სომხეთში, ასევე აზერბაიჯანში და ორი საკითხი უნდა დავაზუსტო. პირველ რიგში თქვენ აღნიშნეთ, რომ შეიძლება ბოლო მოკავშირე დავრჩეთ რეგიონში, ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირეები. რუსეთს ზოგადად არ ყავს მოკავშირეები და განსაკუთრებით საქართველოს სადაც 20% არის ოკუპირებული და დანარჩენ 20%-შიც რუსეთი რაცაც 80%-ში რასაც მართავს, ეს მოკავშირეობის საწინააღმდეგო საპირისპირო მდგომარეობა არის. შეიძლება ამას დავარქვათ ვასალი ან ოკუპირებული ტერიტორია მთლიანად. შესაბამისად, რუსეთის ბუნება არის, რომ მოკავშირეები არ ყავს და ძალიან კარგი მაგალითი ეს არის სწორედ სომხეთი და აზერბაიჯანი. შეგახსენებთ, სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც რუსეთს გააჩნია დოკუმენტურად მოკავშირეობის შესახებ იურიდიული საფუძველი. სომხეთთან 90-იანი წლებიდან და საბოლოო ჯამში გადააგდო, მოატყუა და ეს შეჩერდა პრაქტიკულად დე-ფაქტოდ, ხოლო აზერბაიჯანთან მეორე ყარაბაღის ომის შემდეგ ხელმოწერა მოხდა მოკავშირეობის შესახებ დოკუმენტის და შედეგებს აგერ ვხედავთ. და მეორე საკითხი მნიშვნელოვანი, რაც თქვენ აღნიშნეთ, უკავშირდება იმას, რომ აქ მთლიანი არქიტექტურა ეხლა ისეთი არის შექმნილი, რომ საქართველოს ფაქტორი არის მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი გადამწყვეტი და ვფიქრობ, რომ ეს მთელ კონტექსტში უნდა გამიხილოთ. და მეორე ნიუანსი მინდა დავაზუსტო. თქვენ ასევე აღნიშნეთ, რომ სომხეთში მიდის დაპირისპირება ნიკოლ ფაშინიანსა და ეკლესიას შორის. ეს არის მცდარი ტერმინოლოგია, იმ კუთხით, რომ პროპაგანდა იყენებს ამ ტერმინებს. დაპირისპირება არის ხელისუფლებასა და საზოგადოებას ერთი მხრივ და მეორე მხრივ ეკლესიაში მყოფი უცხო და ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია თქვა, ეხლა ფაშინიანი ამას ღიად არ ამბობს, უცხო გავლენის, ანუ რუსეთის გავლენის აგენტებთან. შესაბამისად, არავინ არ მტრობს 1700 წლის ისტორიის მქონე ინსტიტუტს, რომელიც მთელი ერის ინსტიტუტია, მიუხედავად რელიგიური ხედვებისა. და ყველა იაზრებს, რომ ეს არის დაპირისპირება სწორედ კატრიჩ ნერსისიანის, ანუ იმ პირის, რომელიც უკანონოდ იკავებს კათოლიკოს პატრიარქის თანამდებობას, მასთან დღეს ფაშინიანმა განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა დატოვოს თანამდებობა, თუ არ დატოვებს, ჩვენ მას იქიდან გავიყვანთ, თუმცა აღნიშნა, რომ თუ თვითონ დატოვებს, მას ძმად მიიჩნევს. გეტყვით ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ სომხეთი მას თავაზობს უსაფრთხოების გარანტიებს, იმიტომ რომ ესმის, რომ საფრთხეა მისთვის რუსეთის ბრძანების არ შესრულება და გადადგომა და ამ შემთხვევაში სომხეთი უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას. რეალურად საქართველოშიც იდენტური მდგომარეობაა ჩემი აზრით, როცა ბიძინა ივანიშვილი ორ ცეცხლს შუას იმყოფება, მას რუსეთიც ემუქრება, თუ ბრძანებებს არ შეასრულებს, მაშინ მიიღებს რუსეთიდან პირდაპირ ფიზიკურ მათ შორის საფრთხეებს. კი ბატონო, ეს გასაგებია, მაგრამ რამდენად აქვს დღეს რეალურად სომხეთს იმის რესურსი, რომ რუსეთის გავლენასაც დააღწიოს თავი და მართლაც რაღაც ევროკავშირთან შევიდეს სრულფასოვან ურთიერთობაში და რადგის საკითხი მერე გაწევრიანებაზე და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი მნიშვნელოვნად შეფერხებულია საქართველოს მიერ, რუსეთის მიერ, კერძოდ საქართველოს გამოყენებით, იმისთვის რომ პრევენცია მოხდეს ამის, თუმცა სომხეთი მიუხედავად ამისა ძალიან აქტიურად ცდილობს და ამ გზაზე მიდის. თქვენ ბევრი მაგალითი მოიყვანეთ იმისა, რა წინსვლა არის ეხლა კაია კალასის ვიზიტის შედეგად. მინდა ვთქვა, სანამ ეხლა ეთერში შემოვიდოდით, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ დღის წესრიგში ვაყენებთ რუსული მედიის ფუნქციონირება სომხეთში. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომ რუსი ოლიგარქი სამվել კარაპეტიანი, რომელსაც სომხეთში უწოდებენ ივანიშვილი ორიგეგმა, დაკავებული არის, ხოლო მის საკუთრებაში არსებული ენერგოსისტემა სომხეთშიც ნაციონალიზაცია დიახ, ასე დაარქვეს ივანიშვილი ორი. და პირდაპირ თქვეს, რომ ჩვენ ვხედავთ რა მოხდა საქართველოში და ჩვენ არ დავუშვებთ სომხეთში, რომ გამეორდეს ივანიშვილი ორი სცენარი. ასევე სპეცრაზმის შესვლა ეკლესიაში და დაკავება ორი მთავარ ეპისკოპოსის, ეს საფრთხე ახლა ემუქრება მათ შორის კატრიჩ ნერსისიანსაც, თუ დროულად არ მიიღებს გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ალენ სიმონიანმა დღესაც ფაშინიანის შემდეგ განაცხადა, რომ დროის საკითხია სანამ ის დატოვებს ამ თანამდებობას. შესაბამისად, სომხეთის ხელისუფლება მკაფიოდ ამბობს, ეს საკითხი არის გადაწყვეტილი. ამავდროულად, რა თქმა უნდა, იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯები რუსეთის სხვა გავლენის შემცირების მიმართულებით, ეს იქნება ფსბ-ს გავლენა, სამხედრო ბაზის თუ ასე შემდეგ. სომხეთმა მიიღო მკაფიო გადაწყვეტილება, რომ საკუთარი სუვერენიტეტს ალტერნატივა არ აქვს და ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ საქართველოში არსებული ნარატივები არის სრულად ესე იგი მცდარი, ყალბი და აცდენილი რეალობას, იმიტომ რომ ერთადერთი ზედმეტი ჩარევა ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის საქმეებში. არანაირად არ არის, იმიტომ რომ რუსეთი მგზავრდება. რაღაც ახლა გადატრიალების ბრალდებით ვიღაცების დაკავება, ხო ახლა მაგალითად ივანიშვილიც სული
ოჯახის რო გადატრიალებას მიწყობენ და ხა და უკაცრავად კონკრეტული მტკიცებულებები არის ვიღაცები 200 ჯგუფის შექმნას აპირებდნენ და პროცესში იყვნენ 20 კაციანი ჯგუფიც იარაღი არის დიდი რაოდენობით ამოღებული ენერგოსისტემა რატო ხდება ახლა ნაციონალიზაცია იმიტომ რომ დენის გათიშვას აპირებდა მთელ ქვეყანაში გადატრიალების დღეს და არის ფარული ჩანაწერები სამվել კარაპეტიანის ინიციატივით რუსი ოლიგარქი რეალურად მოსკოვი გასაგებია რომ მას არ ეკუთვნის ეს ენერგოსისტემა აქ არის ჰიბრიდული ომის მთელი სისტემა აწყობილი რომელიც მოქმედებდა სომხეთის წინააღმდეგ და საქართველოში ზუსტად იგივე პროცესები ხდება ოღონდ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი ჩვენ ვერ ვიაზრებთ ასევე იმას რომ საქართველოში დღეს აი ამ ვითარებაში ჩვენ უკვე ვართ შესული და შესაბამისად უნდა გავიაზროთ რომ რეალურად აქ რუსეთთან გვაქვს საქმე და არა სხვა მარიონეტებთან თუნდაც ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ გავს სამվել კარაპეტიანს რომელიც გამოგზავნილია აქ იმისთვის რომ შეასრულოს ბრძანებები იმიტომ სამվել კარაპეტიანის შემთხვევაში ყველა მიცის რომ მას არ უნდა და პოლიტიკაში ჩარევა მაგრამ შენ რუსეთში ვერ იშოვი მილიარდებს თუ ამ ვალდებულებას არ აიღებ რომ შეასრულებ რუსეთის ბრძანებებს სწორედ ამიტომ სომხეთმა მიიღო მკაფიო გადაწყვეტილება და სუვერენიტეტის დაცვა ამ რეგიონში ერთადერთი სახელმწიფოსგან არის შესაძლებელი ეს არის რუსეთი და რუსეთისგან სუვერენიტეტი საქართველოს კი არ იცავს დასავლეთს ემიჯნება დღეს შეერთებულ შტატებს და ამით პრაქტიკულად რეალურად საქართველოს სახელმწიფოს ჯერ სომხეთი რჩება ოდეკაბეს წევრად რჩება დსთ-ს წევრად და დროის საკითხია და მერწმუნეთ ეს აშკარა არის ახლა მით უმეტეს მან დასაზუსტებელია უბრალოდ შეიძლება რომ ზანგეზურის დერეფანი ბჭყალებში ეს არის ექსტრატერიტორიული კორიდორის სახელი მთელი საკითხი ახლა იმას უკავშირდება რომ რა ფორმატით იქნება ეს როგორც საქართველოში ანუ იქნება სომხეთის სუვერენიტეტის ქვეშ რასაც ქვია შიდობის გზაჯვარედინის სომხეთის სახელმწიფო პროგრამა და გულისხმობს ბევრი მიმართულებით გზების გახსნას და არის მეორე ალტერნატიული მოსაზრება რომელსაც ილჰამ ალიევი წამოწევს ხოლმე რასაც ქვია ბჭყალებში ზანგეზურის დერეფანი რომელიც გულისხმობს ექსტრატერიტორიულობას ანუ სომხეთის კონტროლის არარსებობას შესაბამისად საქართველოსთვის პრიორიტეტულია რომ თუ იქ გაიხსნება კომუნიკაციები არავითარ შემთხვევაში ეს არ იყოს ექსტრატერიტორიული და თურქეთს და აზერბაიჯანს ჰქონდეს პირდაპირ კავშირი, იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში ნამდვილად საქართველოს კომუნიკაციებს ეკარგება სტრატეგიული მნიშვნელობა. ხოლო თუ გაიხსნება როგორც საქართველოსზე გადის სომხეთზე მსგავსი სისტემით კავშირები, მაშინ საქართველოსაც და სომხეთსაც ექნება ბერკეტები სტრატეგიული, რაც უზრუნველყოფს ორივე ქვეყნის უსაფრთხოებას და ჩვენი საქართველოსი ეს ბერკეტი დიდი ხანია უზრუნველყოფს ჩვენთვის მშვიდობას და სტაბილურობას. კი, აუცილებელი, რა თქმა უნდა, კი, ზანგეზურის დერეფანს თუ მანამდე სამშობლო შეთანხმება უნდა უძღოდეს ამაში და ორივე მხარესაც არჩევს გიორგის აზრით მაინტერესებს რამდენი შეიძლება აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობას რამდენი ჯერა რომ რაღაც შეუქცევადად დაიძაბოს ასე. მე ვფიქრობ რომ მაინც ავტორიტარული სისტემები საბოლოო ჯამში ერთ პარადიგმაში რჩებიან და განსხვავდება მაინც დემოკრატიულ სისტემებისგან. შესაბამისად, როგორც თვითმფრინავის დროს, ასევე სხვა შემთხვევების დროს ზოგადად დაძაბულობა იქნება, ეს დაძაბულობა შემცირდება მომავალში, ისინი იპოვიან ახალ გზებს კომუნიკაციის, თუმცა აქედან ილჰამ ალიევს შეუძლია ბენეფიტების მიღება, მათ შორის საკუთარი გავლენის მხრივ, საკუთარი სუვერენიტეტის დემონსტრაციის მხრივ, აზერბაიჯანი ნამდვილად სუვერენულია. აქ საუბარი იმაში არის, რომ აზერბაიჯანს და რუსეთს ბევრი საერთო ინტერესი აქვს. კერძოდ ეს გამომდინარეობს მათ შორის ორმხრივი ინტერესებით, მათ შორის რუსული ინტერესებით, საერთოდ ლოგისტიკის მიმართულებით. რაც შეეხება სომხეთს, სომხეთი აქ სხვა შემთხვევა არის, იმიტომ რომ სომხეთი დემოკრატიული სახელმწიფოა და მათთვის მიუღებელია რომ სომხეთი დემოკრატია არის. შესაბამისად, იქ ფაშინიანის მმართველობის შეცვლა იყო ამოცანა და ჩვენ ვხედავთ ახლა რომ ეს გეოპოლიტიკური პროცესია, მე რა მინდა დავამატო რომ გუშინ მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა. კერძოდ, სომხეთის საკითხზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა გააკეთა განცხადება, რომ გმობენ და შეშფოთებული არიან სომხურ ეკლესიაზე თავდასხმით. ანუ წარმოიდგინეთ, ღიად ერთვება ლავროვი, რომელიც იცავს კტრიჩ ნერსისიანს და მის სისტემას. ამავდროულად, მანამდე იყო ზარი ემანუელ მაკრონის, საფრანგეთის პრეზიდენტის, რომელმაც ნიკოლ ფაშინიანს სოლიდარობა გამოუცხადა და თქვა, რომ ხარს უჭერს იმ ნაბიჯებს ზოგადად, რომელიც მიმართულია სომხეთის დესტაბილიზაციის პრევენციისკენ. შესაბამისად, ეს არის გეოპოლიტიკური პროცესი, აქეთ საფრანგეთი და დასავლეთი, აქეთ არის რუსეთი და სომხური ეკლესია დღეს არის ობიექტი, რომლის გათავისუფლებასაც ღიად და პირდაპირ ცდილობს სომხური ხელისუფლება, იმიტომ რომ ხვდებიან, რომ ეს არის რუსული გავლენის მექანიზმი. ვფიქრობ, რომ მაინც ავტორიტარული სისტემები საბოლოო ჯამში ერთ პარადიგმაში რჩებიან
და განსხვავდება მაინც დემოკრატიულ სისტემებისგან. შესაბამისად, როგორც თვითმფრინავის დროს, ასევე სხვა შემთხვევების დროს ზოგადად დაძაბულობა იქნება, ეს დაძაბულობა შემცირდება მომავალში, ისინი იპოვიან ახალ გზებს კომუნიკაციის, თუმცა აქედან ილჰამ ალიევს შეუძლია ბენეფიტების მიღება, მათ შორის საკუთარი გავლენის მხრივ, საკუთარი სუვერენიტეტის დემონსტრაციის მხრივ. აზერბაიჯანი ნამდვილად სუვერენულია. აქ საუბარი იმაში არის, რომ აზერბაიჯანს და რუსეთს ბევრი საერთო ინტერესი აქვთ. კერძოდ ეს გამომდინარეობს მათ შორის ორმხრივი ინტერესებით, მათ შორის რუსული ინტერესებით, საერთოდ ლოგისტიკის მიმართულებით. რაც შეეხება სომხეთს, სომხეთი აქ სხვა შემთხვევა არის, იმიტომ რომ სომხეთი დემოკრატიული სახელმწიფოა და მათთვის მიუღებელია, რომ სომხეთი დემოკრატია არის. შესაბამისად, იქ ფაშინიანის მმართველობის შეცვლა იყო ამოცანა და ჩვენ ვხედავთ ახლა, რომ ეს გეოპოლიტიკური პროცესია. მე მინდა დავამატო, რომ გუშინ მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა. კერძოდ, სომხეთის საკითხზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა გააკეთა განცხადება, რომ გმობენ და შეშფოთებული არიან სომხურ ეკლესიაზე თავდასხმით. ანუ წარმოიდგინეთ, ღიად ერთვება ლავროვი, რომელიც იცავს კტრიჩ ნერსისიანს და მის სისტემას. ამავდროულად, მანამდე იყო ზარი ემანუელ მაკრონის, საფრანგეთის პრეზიდენტის, რომელმაც ნიკოლ ფაშინიანს სოლიდარობა გამოუცხადა და თქვა, რომ ხარს უჭერს იმ ნაბიჯებს ზოგადად, რომელიც მიმართულია სომხეთის დესტაბილიზაციის პრევენციისკენ. შესაბამისად, ეს არის გეოპოლიტიკური პროცესი, აქეთ საფრანგეთი და დასავლეთი, აქეთ არის რუსეთი და სომხური ეკლესია დღეს არის ობიექტი, რომლის გათავისუფლებასაც ღიად და პირდაპირ ცდილობს სომხური ხელისუფლება, იმიტომ რომ ხვდებიან, რომ ეს არის რუსული გავლენის მექანიზმი. კი ბატონო, მაგრამ ზუსტად ეგ აქვს გადაწყვეტილი, რომ შეძლებენ საქართველოს ჩრდილოეთ კორეიზაციას და სრულად იზოლაციაში მოქცევას, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებისგან, ოღონდ მაგას მოყვება შედეგები. და ამ შედეგებზე ქართულ ოცნებას კარგი წარმოდგენა არ აქვს ჩემი აზრით. იმიტომ რომ თუ ქართული ოცნება წავა საქართველოს ჩრდილოეთ კორეიზაციაზე, საქართველოს საზოგადოებამ უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ ბარათებით როგორც დღეს იხდის და SWIFT-ის სისტემაში მონაწილეობს ჩვეულებრივ და ტრანზაქციებში მონაწილეობს და ეკონომიკა მუშაობს და ხალხი ამბობს დიდი ნაწილი რომ მე ეს პირადად არ მეხება ეს პოლიტიკა და მე არ მაინტერესებს, ეს გაჩერდება აუცილებლად. და საქართველოზე სანქციები, რომელიც იქნება ქვეყანაზე, არა მხოლოდ პირებზე, მათ შორის ეს სანქციები გამოიწვევს საქართველოს ეკონომიკის კოლაფს, რომელიც არის დამოკიდებული დასავლეთზე. გარდა ამისა, უვიზო მიმოსვლა აუცილებლად გაუქმდება, იმიტომ რომ უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ადამიანის უფლებების ბაზისურ პრინციპებს, რომელიც ივანიშვილმა გააუქმა, ასევე გაუქმდება ასოცირების შეთანხმება. შესაბამისად, დაინგრევა მთლიანად საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების ეკონომიკური არქიტექტურა, რომელიც აშენებულია დიდი ხნის განმავლობაში, 10 წლეულების განმავლობაში და ამის შედეგად ჩვენ მივიღებთ იმას, რომ ნამდვილი მთლიანი საზოგადოების წინააღმდეგობას მიიღებენ, იმიტომ რომ დღეს დიდი ნაწილი ჩვენი საზოგადოების თვლის, რომ პოლიტიკურ პროცესში მისი მონაწილეობა საჭირო არ არის. ბიძინა ივანიშვილი ამას აკეთებს ჩემი აზრით ზუსტად იმ პარადიგმაში, რომელშიც აკეთებს სამվել კარაპეტიანი. ბიძინა ივანიშვილი არის გამოგზავნილი ტროიას ცხენი, რომელმაც დღეს ჩააბარა მმართველობის ბერკეტების დიდი ნაწილი კობახიძისადმი, რომელიც არის სოციოპატი იმ კუთხით, რომ არანაირი შეგრძნება, არანაირი ტყუილის თქმის პრობლემა არ აქვს ადამიანს. პირდაპირ გამოძდა ამბობს, რომ ევროპაში პირველ ადგილზე ვარ დემოკრატიით. უკაცრავად, მაგრამ შავზე თეთრის და ხო რა, მაგრამ დემოკრატიაზე თქვა გუშინ ეს განცხადება, ხო, ანუ წარმოუდგენელია, რასაც აკეთებს პირდაპირ ორველის ეს კონცეფციის ექსპერიმენტი ხდება საქართველოში და რატო ხდება? იმიტომ რომ რუსეთმა ძალიან კარგად გაიაზრა. კარგავს სომხეთს, როგორც დემოკრატიას, კარგავს აზერბაიჯანს, რომელიც თურქეთის მიმართულებით არის წასული დიდი ხანია, კარგავს ცენტრალურ აზიას, რომელიც ჩინეთთან არის ეკონომიკურად, პოლიტიკურად არის თურქულ კავშირთან და ერდოგანთან. შესაბამისად, მის გავლენის სფეროში რჩება დღეს მხოლოდ ბელარუსი, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, საქართველო და მეტი არავინ. არც სირია, არც ირანი, არც ერთი ქვეყანა დღეს აღარ არის რუსეთის გავლენის სფერო. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ორი დიქტატორი ხან დარჩა პუტინის KGB-ს სისტემას, ლუკაშენკო და ივანიშვილი. ოღონდ მე მჯერა, რომ ქართველი ხალხი არ არის ბელარუსი ხალხი, სული პატივისცემით, იმიტომ რომ ის წინააღმდეგობა, ის ბრძოლა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს ჰქონდა ქართველებს, რომელიც პირველი რესპუბლიკის დროს ჰქონდა ქართველებს, რომელიც ჰქონდა დამოუკიდებლობის პერიოდში, როცა ჩვენ რამდენი ომი გამოვიარეთ რუსეთთან
შესაძლოა იყენებდნენ ჩვენ მოქალაქეებს, ეთნიკურ უმცირესობებს, აფხაზებს, ოსებს, მაგრამ რუსეთთან იყო ეს ომი. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ აი ამ პროცესში საბოლოო ჯამში ჩვენ მივალთ იქამდე, რომ საზოგადოება კიდევ უფრო კარგად დაინახავს, რომ ეს არის ტროიას ცხენი, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს გაუქმების პროცესი და ნახეთ, თუ მეზობელი სახელმწიფოები თავის სუვერენიტეტს აძლიერებენ, საქართველოს დღეს ევროპასთან დაშორების ხარჯზე ვითომ აძლიერებს სუვერენიტეტს, ვითომ სინამდვილეში ყველაფერს კარგავს, რაც არის სუვერენიტეტი. დღეს თუ რამე არის საქართველოში, ეს არის ბიძინა ივანიშვილის სუვერენულობა. დიახ, მაგრამ პიროვნების და არა ქვეყნის. ქვეყანა არის უსუსტესი დღეს. 26 მაისი ამის ნათელი მაგალითი იყო. ეს სუ ძველი თაობის, რომელსაც არაფრის შესაძლებლობა არ აქვს. ჩვენ მეზობლებს შევხედოთ, რა სამხედრო შესაძლებლობები გააჩნიათ. 40 კილომეტრში დგას მტერი. დღეს ჩვენ მზად გვაქვს რამე მაინც თავდაცვის სისტემა, რომ მტერს შევეწინააღმდეგოთ თავდასხმის შემთხვევაში და ამას არც აკეთებენ. აბა ომი გინდათ რომ ამბობენ, მეორე მხრივ რომ ჯარს აძლიერებდნენ, ვიტყოდით რომ ამ ადამიანებს რაღაცა ზრუნვა აქვთ მაინც იმაზე რომ ქვეყანა დაიცვალა. დღეს საქართველოს ისე არის დასუსტებული, რომ ხვალ რომ შეიცვალოს ხელისუფლება, პირველი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ უცებ გავაძლიეროთ ქვეყანა იმისთვის, რომ მზად ვიყოთ ნებისმიერი კრიზისისთვის. წარმოუდგენელია, რომ ეს იყოს ეგ ნაწილი, იმიტომ რომ პირველ რიგში შეუძლებელია ამის განხილვა იმ ჭრილში, რომ ბიძინა ივანიშვილი ანადგურებს საქართველოში ყველანაირ დემოკრატიას და ქმნის ტოტალიტარიზმს, იმიტომ რომ აბა ომი გინდათ? არა, იმიტომ რომ აი დასავლეთმა გადაწყვიტა დასაჯოს საქართველო, რომ რაღაცა არ ჩაერთო ამ კონფლიქტში. და ესე ებრძვის ახლა ივანიშვილი. სადაც 46% მათ მიერ დათვლილი, რომელსაც ჩვენ არ ვაღიარებთ, წარმოადგენს მათი ალტერნატიული აზრის მქონე ადამიანებს 46%. მათ განადგურებაზე არის საუბარი. პოლიტიკური ლიდერები ამ 46%-ის დღეს ციხეში არიან. ანუ ბიძინა ივანიშვილმა ომი გამოუცხადა საქართველოს ნახევარს, თავისი დათვლილ ნახევარს ოღონდ. და რეალურად ჩვენ იმას ვამბობთ, 2/3 არის აქეთ და 1/3 იქეთ. ანუ მთელი არსი მაგაში არის, რომ ეს 1/3 არის და პლუს იქ არის ადმინისტრაციული რესურსი და ინერცია, როცა ხელისუფლება არის და ხელისუფლებას ბუნებრივად მხარს უჭერენ ბევრ რეგიონში. შესაბამისად, ამ პირობებში ომი დაწყებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ. ოპოზიციამ, ამ სამოქალაქო საზოგადოებამ არაფერი არ გააკეთა. ომი არ დაუწყია ამათ. ომი დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა თქვა, მე გავაქრობ ყველანაირ ალტერნატიულ აზრს ქვეყანაში. მე გავაქრობ ნებისმიერ სივრცეს, როდესაც რუსეთი დამარცხდება თუნდაც ამ ომში, ან როგორც არ უნდა დამთავრდეს, მაშინაც კი დასავლეთს ჩემს გარდა აქ არავინ არ დახვდება. ეს არის ჩრდილოეთ კორეა. და შესაბამისად ეს არის ბელარუსი. და ეს არის რუსეთი. შესაბამისად, აქ საუბარი იმაზე არ არის, რომ რისკების პრევენცია ხდება უკაცრავად, მაგრამ თუ საფრთხე არის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს რატო აუქმებენ? თუ საფრთხე არის საგარეო დაზვერვის სამსახურს, ანუ საქართველოს დაზვერვის სამსახურს, რატო აუქმებენ და უერთებენ სულს, რაც ვიცით, რომ პრობლემურია? რატო აუქმებენ ჩვენს უსაფრთხოების სისტემას? რატო არ არის ჩვენი ჯარი ისე გაძლიერებული, რომ ჩვენ ის მაინც ვიცოდეთ, რომ რუსეთს ამ ძალიან სუსტ ვითარებაში ვერ ექნება შესაძლებლობა პროვოკაციები მოგვიწყოს შიდა ქართლში და აფხაზეთის მიმართულებით. რატო არ არის ჩვენს პარტნიორებთან ისეთი თანამშრომლობა, რომ მათი იმედი გქონდეს, იმიტომ რომ ტრამპი ახლა ამბობს, ახალი ომი აღარ დაიწყება, არსად. და შესაბამისად, თუ ტრამპი ამას ამბობს, რუსეთი საქართველოში ომს ვეღარ დაიწყებს. მე რომ ყოფილიყავი პრეზიდენტი, უკრაინაში ომი არ დაიწყებოდა, ნიშნავს, რომ მე ახლა რო ვარ პრეზიდენტი, საქართველოში ომი არ დაიწყება. და ჩვენ ხედავთ, რომ ირანს მაგალითად, უცებ მოუგვარეს საკითხი, იმდენად ძლიერია ამერიკა. შესაბამისად, გეოპოლიტიკურად რაღაც მომენტში შეიძლება ბევრი წლის წინ გეთქვა, რომ გამართლებული არის ქართული ოცნების ბალანსის პოლიტიკა, მაგრამ დღეს, როცა გეოპოლიტიკურად ავტორიტარული ბანაკი მარცხდება, დემოკრატიები იმარჯვებენ და საქართველო ომს უცხადებს დემოკრატიებს, უკაცრავად ესეთი ტონით დემოკრატიებთან, შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან, გერმანიასთან, მაგალითად ბრიტანეთთან, ამერიკასთან არავინ არ საუბრობს, არც ბელარუსი საუბრობს, არც რუსეთი საუბრობს, არც ირანი საუბრობს, არც ჩრდილოეთ კორეა. ესეთი ტონით არავინ არ საუბრობს, ჩვენ რაღაცა დავემსგავსეთ ბანანის რესპუბლიკას, რომელიც წარმოუდგენელი ტონით ესაუბრება, მათ შორის იმ სახელმწიფოებს, ვინც ჩვენი არა მხოლოდ მოკავშირეა ისტორიული და ჩვენი სახელმწიფო საერთოდ ჩამოყალიბებაში დაგვეხმარნენ პირდაპირ, არამედ ვინც ძალიან ავტორიტარული, ძლიერი და სახელმწიფოებია, უკაცრავად რუსეთის თუ გეშინია, შეერთებული შტატების და ევროპის რატო არ გეშინია, აბა მონაცემები შევადაროთ ერთმანეთს. თუ წარმოგიდგენია რომ ასე ისინი ომს არ დაგვიწყებენ და რუსეთი აგერ არის დემოკრატიული, იმიტომ რომ ომის გარეშე დღეს რუსეთმა მოახდინა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება და ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება, state capture-ში ედება ბრალი
ბიძინა ივანიშვილს. შესაბამისად უნდა გავიაზროთ, რომ რუსეთმა უკვე გააკეთა ყველაფერი. აი ომი უკვე დაწყებულიც არის და დამთავრებულიც არის რეალურად და ეს ამ ომს ქვია ბიძინა ივანიშვილი და მისი სისტემა. შესაბამისად ჩვენი მიზანია წარმოიდგინეთ, თბილისი უკვე ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რას ვაკეთებთ? მერაბ. ვაკეთებთ იმას, რომ ქართველი ერის ერთობა, ჩვენი ყველას ერთიანობა, ძალა ერთობაშია და წინააღმდეგობის გაწევა რეჟიმისთვის არის ერთადერთი გამოსავალი. აქ უნდა აღარ არსებობდეს არც პოლიტიკური განსხვავება, არც განსხვავება იმისა, ვინ არის ანალიტიკოსი, ვინ არის ჟურნალისტი. აქ ყველა ვართ მოქალაქე, ვისაც ესმის, რომ სამწუხაროდ დავუშვით ესეთი შეცდომა და ბიძინა ივანიშვილმა მზაკრულად მოიტაცა ჩვენი სახელმწიფო. მადლობა, ჩვენი